ხო და წრეკა. გლოცავთ ყველას დიდი სიყვარული. დღევანდელი წირვა, დღევანდელი შეხვედრა კვლავ ერთმანეთის სიყვარულში გვაძლიერებს, მაგრამ პირველ რიგში გვაძლიერებს ღვთის სიყვარულში. იმიტომ რომ ერთმანეთი იმითომ გვიყვარს, რომ ჯერ ღმერთი გვიყვარს. სიყვარული უზომო და განუსაზღვრელია. იგი არ ექვემდებარება არანაირ ფარგლითა და სახაზავით გაზომვის ცდელობას. იგი არ ექვემდებარება არანაირ რაციონალურ განმარტებას. იქ არ არსებობს სიყვარულში წვრილმანები, არ არსებობს სიყვარულში რაღაც დაუშვათ ეჭვები. ან გიყვარს, ან არ გიყვარს. ან გწამს, ან არ გწამს. ან ერთგული ხარ, ან არა ხარ ერთგული. ან ღვთისა ხარ და ქრისტესი ხარ, ან მაშინ არ ვიტყვი რა ძალის ხარ. აქ შუა რაღაც გარდამავალი, შუამავალი მდგომარეობები არ არსებობს. აქ არის არასოდეს არ უნდა ჩავარდეს ადამიანი ამ ილუზიაში, რაღაც შუამავალი მდგომარეობები. ან მარჯვნივ ხარ, ან მარცხნივ. ან ღვთისა ხარ, ან მაშინ სხვა რაღაც, სხვა ძალის ხარ. ამიტომ მოდით ვუორგილოთ უფალჩემი იესო ქრისტეს. ვისმინოთ მისი მიუწვდომელი გზებით ვიაროთ, მიუწვდომელი და მისი ჩვენი განმაცოცხლებელი გზებით ვიაროთ. ამ უამრავი სული დადის ამ გზით და ჩვენს მათ შორის. უამრავი ადამიანი ემსახურება ღმერთს და ჩვენც მათ შორის. უამრავი ადამიანი ერთგულებს უფალს და ჩვენც უნდა უერთგულოთ მას. და რაც საჭიროა გამოაჩენს ჩვენთვის. მესმის რომ ადამიანები ვერ და ყველა ჩვენსას ვითხოვთ და ყველა ვითხოვთ იმას რომ გამოგვიჩინოს უფალმა ის რაც ჩვენი სულისა, სამშველისა და სხეულისათვის, მთლიანი ჩვენი ადამიანური არსებისათვის საჭიროა. მესმის და ადამიანები ვართ, ერთი ბუნება გვაქვს ყველას. ყველას ერთი ბუნება გვაქვს, ადამიანური ბუნება. მაგრამ ჰიპოსტასები გვაქვს და პიროვნებები სხვადასხვა. თორემ თხოვნები ყველას ჩვენი გვაქვს და ყველას გვინდა რომ უფალმა გამოგვიჩინოს ჩვენთვის საჭირო რაც არის. ორი ჩვენი არსობისა მომენტ ჩვენ დღეს იმ პურში მარტო საკვები არ შედის, ბიოლოგიური, სულიერი და ბიოლოგიური საკვები. იმაში ბევრი სხვა რამ შედის კიდევ. სულიერი საკვების მრავალი დიდი პალიტრა. ბიოლოგიური საკვების და საჭიროებებით შედის, იმიტომ რომ ადამიანები ვართ და უფალმა იცის ეს, რომ მატერიალურ სამყაროში ვართ, აქ ვართ, ამ გამოსასწრელ პერიოდში ვართ, ამ სარბენ ბილიგზე ვართ და ჭირდება ჩვენ ის, რასაც ქვია ხილული, უხილავი პურიც და რა თქმა უნდა ხილული ყოველივე, რასაც სხეული ითხოვს და გვაძლევს ღმერთი მოწყალია. ამისათვის ერთგულება თავის დამდაბლება ეს არ არის თავის დამცირება, თავის დამდაბლება ეს არის თავის არაფრად ჩაგდება არ არის თავის. ხატად მსგავსად გაცნობიერება საკუთარი თავისა და ღვთის სხივის ჩვენში, ღვთის ნაპერწკლის, უკვდავის სულის გონების, თავისუფალი არჩევანის, შემოქმედების უნარის, სიყვარულის უნარის, ლოცვის უნარის და ასე შემდეგ, ანუ ხატება რაც არის, ამის მეტად და მეტად გაცნობიერება ჩვენში. სულ აი ამისაკენ მოგვიწოდებს, რომ იყვენით სრულ თქვენ, ვითარცა მამაი თქვენი ზეცათა სრულად, უფალი ჩვენგან ზუსტად სრულყოფილებას ითხოვს. მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ ხომ ამ სრულყოფილებიდან შორს ვართ, მაგრამ ცდელობა ამ სრულყოფილების მიღწევისადმი, ცდელობა რომ მიისწრაფო ამ სრულყოფილებისადმი, ეს უკვე სათნოება, დიდი სათნოება, რომ უკვე რომ შენ გინდა რომ უკეთესი გახდე ვიდრე ხარ. ეს უკვე ძალიან დიდი სათნოება და უფალი ამას აფასებს, იცის, ყველაფერი იცის. უფალს ჩვენ უყვარვართ, ჯერ კიდევ მანამ სანამ ჩვენ შევიყვარეთ ის. მან გამოგვირჩია ჩვენ, მანამ სანამ ჩვენ გამოვირჩიეთ ის. ის არის ყველაზე ერთგული და ჩვენგანაც ერთგულებას ითხოვს. მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენ გადავრჩეთ ისევ და ისევ და ჩვენ გავძლიერდეთ ისევ და ისევ, ჩვენგან მიწმინდოთ ჩვენი სული, სამშვილელი, სხეული, გონება და გული განიწმინდოს და ღვთისნება შემოსული ჩვენში დაუბრკოლებლად აღქმული იყოს ჩვენგან და განხორციელებული იყოს ამ ცხოვრებაში. მოდით კიდევ კვლავ და კვლავ ახლა მარხვა მოდის და ისევ და ისევ გაფრთხილებული შეიარაღებულია, ნათქვამია და არასოდეს არ ვითხოვოთ ის, რაც ღვთისნებას ეწინააღმდეგება, არასოდეს არ ვითხოვოთ ის, რაც უტილიტარული და პრაგმატულია, მხოლოდ და მატერიალიზმში აგდებს ადამიანს. არასოდეს არ ვითხოვოთ ის, რაც ჩვენ
გაგვაჩერებს დაგვილოქავს და შინაგანად დაგვამუხრუჭებს სულიერი სულის გზაზე. ვითხოვოთ ის და ვეძიოთ ის სასופველი ცათა და სიმართლე მისი. დანარჩენი ყოველივე მეწმუნეთ მოგვეცემა ჩვენ. თუ კი ჩვენ ვიცით, როგორც არის სახარებაში, ხომ? ჩვენი კეთილის სურვილებისათვის და მონათესავებისათვის ჩვენ ვიცით სიკეთის გაკეთება, ცოდვილება იმან, ვინც სიკეთე შექმნა და ის, ვინც თვითონ ყოვლად სრული სიკეთეა და თვითონ არის პირველადი სიკეთის მიზეზი, მან არის ის ყველაფერი იცის ყოველივე უწყის. ამიტომ იმისათვის ვითხოვოთ, რომ სულიერი გადარჩენა ამ ძიმე ცხოვრებაში მივიღოთ, დაცული ვიყოთ ყოველგვარი ნეგატივისგან, რაც ბრძოლები ხილული და განსაკუთრებით უხილავი ბრძოლებისაგან. ბევრი გმართებს მოღვაწეობა, ბევრი ლოცვა გმართებს მარხვა მოდის, დიდი ლოცვის, დიდი ასე ვთქვათ, ძალისხმევა გმართებს, ძალიან დიდი. ვერიდოთ აღრეულ ცხოვრებას, დარბაზობებზე, სასტუმროებში, თუ მისაღებებში, თუ რესტორნებში და შემდეგ მე არაფერი წინამდე არ ვარ ზოგადად ადამიანის გადაადგილებს, მაგრამ საერთოდ აღრეულ, გაფანტულ, დეფოკუსირებულ ცხოვრებას ვერიდოთ. უფრო ფოკუსირება გავაკეთეთ ჩვენ სულიერ სიღრმისეულ, ინტროვერტულ სამყაროზე, ჩვენ შინაგან სამყაროზე, შინაგან შუქჭდილზე გავაკეთოთ აქცენტი, რომ აქ მოგრძალებულად ჩავღრმავდეთ თვითშაღრმავებისა და თვითშემეცნების მდგომარეობაში ჩავღრმავდეთ და შევიმესროთ საკუთარი თავი, რათა შევიმესროთ მთელი სამყარო. შეიცან თავი შენი ქრისტეში და შეიცნობ ყველაფერს. შეიცან შენი ცხოვრების მიზანი, შენი ცხოვრების საზრის, შენი ჯვართურთულობის არსი და ყველაზე ბრძენი იქნები და უძლეველი იქნები მაშინ, იმიტომ რომ ღმერთი შენთან იქნება. ყველაფერი იცვლება, ეს ერთ-ერთი მთავარი კანონია ამ სამყაროში. ყველაფერი იცვლება, ყოველივე იცვლება, ყოველივე ვიბრირებს, ყოველივე თავის ფაზას, თავის ციკლს, თავის რიტმს გადის. და ჩვენ ამ მაღალ სიხშირეზე უნდა ვიყოთ, მარხვისა და ლოცვის მაღალ სიხშირეზე. რამე თუ ლოცვითა და მარხვით გავა ყოველივე ნეგატივი და ის რა ჩვენთვის საჭიროა აუცილებლად მოვა. ვილოცოთ, ვევედროთ, უფრო მეტად გამწმინდოთ ჩვენი ზრახვითი მენტალური სამყარო, მენტალური ჰიგიენა ჩავატაროთ ვერბალური ჰიგიენა, მეტყველებითი კულტურა ვიქონიოთ და რა თქმა უნდა სხეულებრივი ის სიწმინდე, რასაც სხეულიც ითხოვს თავისას და განწმენდას, რაც მარხვაში დაუშვათ ვლინდება გარკვეული ნებაყოფლობითი დისკომფორტით, რასაც მენიუს შეზღუდვა ჰქვია. ნებაყოფლობითი დისკომფორტი, რომელიც მენიუს ზღუდავს ადამიანისა და აძლევს საშუალებას იმისა, რომ მან გააცნობიეროს, რომ მისი ცხოვრება დამოკიდებულია არა მხოლოდ ბიოლოგიურ საკვებზე, არამედ სიტყვაზე, ღვთის სიტყვაზე, ის რომელიც გამოვა პირისაგან ღვთისა. იმიტომ რომ არა მხოლოდ პურით ბიოლოგიური ცხონდება კაცი როს ქრისტიანობს, არამედ ყოველივე სიტყვის, რომელიც გამოვა პირისაგან ღვთისა და ჩვენი პრინციპი არსებობის არა ბიოლოგიურ საკვებშია, რომლის გარკვეულ მენიუსაგანაც თავს ვიკავებთ, არამედ სულიერი პრინციპია ცხოვრებისა ჩვენი ქრისტეს მადლში. ამაში ვიყოთ, დანარჩენი ყველაფერი იქნება ისე, როგორც ამბობს მამაუჩოლოში, იყავნება შენი, ვითარცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანას ზედა. მერთმა ყველას შეუნდოს, შენდობის კვირაც მოდის ახლა, მაგრამ თუ ვისარგებლებ ამ შემთხვევით და შენდობითაც ყველას მერთმა შეუნდოს, მონანულს და მიეცეს საშუალება, რომ გააცნობიეროს თავისი ცხოვრების ალფა და ომეგა, უსურებ რომ დამკვიდრდეს და უკეთესი გახდეს ქრისტეში, მოინანიოს თავისი შეუნდობო მოძულეთა და მაჭიროებელთა ჩვენთა და მოღალატეთა და გამყიდველთა და ასე შემდეგ სამი წერტილი ჩვენთა. შეუნდობ არამყარი და გაორებული სულიერობის ხალხს. შეუნდობ იმათ, ვინც უმადურნი არიან ღვთისა და მოძღვრისა, დისა ძმისა. შეუნდობ იმისათვის, რომ მათ თავიანთი ღალატისა და გაჭიროებისა და გაორების ტრაგედია ეყოფათ, იმიტომ რომ ეს უკვე ტრაგედიაა და მათი მდგომარეობა სულიერ უკვე გაორებული, ამბივალენტურია და ეს თავისთავად ძალიან მძიმე მდგომარეობებს ბადებს. ახლა დიდი თემა აღარ ჩავღრმავდები, თორე ეს გაორებას და გახლეჩვას ბადებს ადამიანის სულში, სამშობლოში და სხეულებრივ უძღვრებებსაც ბადებს, სადაც უამრავი ქიმერა და იმ ქიმერაში, რაც გულისხმობ, რთული მისახვედრი არ არის, შედის და ნაწილობრივ თუ სრულ შეპყრობილებას იწვევს. მათ თავიანთი
ღალატის ფსიქოლოგიის გაცნობიერება და მოღალატეობისა და გამყიდველობის სულიერი დეფორმაციის შინაგანი ჩრდილოვანი განცდა ეყოფა ტრაგედიად, იმიტომ რომ ესეთი ადამიანები არ ცუდად ვითარდებიან, ვერც კარგად ვითარდებიან და ვერც კარგად ამთავრებენ. თუ ამას განვითარება და დამთავრება ქვია. რასაც რა თქმა უნდა არ უსურვებ. არა მნებავს სიკვდილის, სოდლის, არამედ მოქცევა და ცხოვრება მისიო ნათქვამია. ძალზე ძნელია, როცა ადამიანს გინდა დაეხმარო და ის საპასუხო სიყვარულზე და ცალმხრივ მოძრაობაზე გადაგიყვანს და მხოლოდ სამმხრივ მოძრაობა დაღიყვანს სიყვარულსა და ყურადღებასა და ენერგიას, მხოლოდ მისკენ გამოუშვერებს და მისკენ მომდინარე ენერგიას გულისხმობს და მხოლოდ სამმხრივს ძალიან ძნელია ეს ადამიანს დაეხმარო, რომელიც ორმხრივი მოძრაობის გზას კეტავს. ესეც ვერ დაეხმარები და რომც დაეხმარო ის შენგან გასული ყურადღება, რომელსაც ენერგია მოყვება, სხვა მიმართულებით წავა. და მერე მობრუნდება უკვე ორბიტაზე და ისევ შენ დაგიბრუნდება, იმიტომ რომ თუ არ მივიდა, როგორც ვიცით, აუცილებლად დაგიბრუნდება, თან გაათმაგებულად კეთილად დაგიბრუნდება. მაგრამ უბრალოდ დასანანია ამხელა ორბიტაზე გაშვება საკუთარი, ასე ვთქვათ, ძალისხმევისა. თუმცა კი, რა ვქნა, მადლობა ღმერთს ამისთვისაც. ვეცადოთ მოკლედ და ცდილობა უკვე სათნოებაო, ნათქვამია. რაც ჩვენზე დამოკიდებულია გავაკეთოთ და რაც ჩვენზე არ არის დამოკიდებული ზეცამიცის, ამიტომ არის რაც მე არ შემიძლია მეუფალო იესო ქრისტე. იყავ ნება შენიო, ხო? ეს ნება როგორ განხორციელდება, ეს უკვე ზეცის განგებულებით ხდება. ზეცის გზები და განგებულებანი სხვაა და ჩვენი დაცემული აზროვნება და ჩვენი დაცემული განუწმენდელი აზროვნება, მეტყველება და ქმედება სხვა არის. ამიტომ მეტად უნდა შევასაბამოთ და ზედდებაში და კონგრუენტული უნდა იყოს ჩვენი აზრი სიტყვათა საქმე ზეცის ნების. რაც აუცილებლად ისედაც ხსნილ გზას უფრო მსუბუქსა და ტკბილს გახდის. რამე თუ ტვირთი ჩემი მსუბუქას, ხომ ნათქვამია. და ტკბილას უფლის ტვირთი. ამიტომ მიბაძეთ ქრისტეს და ქრისტეს ცნობით ვასიარულებს ბიბლიით ქრისტეს ცნობით ყველაფერი ისე იქნება როგორც ღვთის ნებას უნდა და ღვთის ნება აუცილებლად თავისას აღასრულებს ჩვენი ნების ნებაყოფლობითი და კეთილგანწყობითი თანხმობით. მადლობა ჩვენს იესო ქრისტეს იყოს თქვენ ყოველთა თანა.